აგვისტოს ომის მოვლენათა ქრონოლოგია განთავსებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაცია ოპერატიულია და შესაძლოა საჭიროებდეს დადასტურებას. ნათქვამია ქრონოლოგიის წარდგენაში. 0 საათი და 12 წუთი. ძლიერადაა დაბომბილი ფოთის პორტი, რომელიც კონფლიქტის ზონის გარეთაა და მთლიანად სამოქალაქო სამიზნეს წარმოადგენს. 0 საათი და 17 წუთი. მანათობელი ბომბები ჩამოგდებულია სენაკის სამხედრო ბაზაზე. ცნობილი ხდება ინფორმაცია ერთი სამხედრო მოსამსახურისა და 5 რეზერვისტის დაღუპვის შესახებ. 8 ადამიანი დაიღუპა სენაკის სარკინიგზო სადგურის დაბომბვის შედეგად. 0 საათი და 20 წუთი. მეორედ იბომბება ვაზიანის ბაზა, რომელიც კონფლიქტის ზონის გარეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2-3 კილომეტრშია განთავსებული. 0 საათი და 34 წუთი. საპატრულო პოლიციაში 022-ზე შედის სატელეფონო ზარი. პირი, რომელიც თავის თავს არმენს უწოდებს, ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბომბია დამონტაჟებული. ის ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობები მალე დაიბომბება. პირველი საათი. მეორედ იბომბება ფოთის პორტი, რომელიც კონფლიქტის ზონის გარეთაა და მთლიანად სამოქალაქო საბიზნესს წარმოადგენს. პირველი საათი და 20 წუთი. დაიბომბა გაჩიანი, რომელიც არ მდებარეობს კონფლიქტის ზონაში და განლაგებულია თბილისის სამხრეთით, ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენთან ახლოს. დაბომბვის შედეგად ნავთობსადენი არ დაზიანებულა. 10 საათი. რუსული საჰაერო ძალები ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრში ბომბავე კომპიტნარის აეროპორტს. ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული რუსული 58 არმია შედის ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში. 58 არმია ჩართულია ქართულ არმიასთან ბრძოლაში ცხინვალში. 10 საათი და 20 წუთი. გორში კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, პილოტი აყვანილია. 10 საათი და 22 წუთი. რუსული საჰაერო ძალები აგრძელებენ ქალაქ გორის დაბომბვას, რომელიც არ მდებარეობს კონფლიქტის ზონაში. თორმეტი საათი და 40 წუთი. კვლავ დაიბომბა კომპიტნარის აეროპორტი. 14 საათი. რუსული საჰაერო ძალები უტევენ ზემო აფხაზეთს, კოდორის ხეობას, სოფელ ოჩამჩირეში მდებარე აეროპორტის ჩათვლით. 14 საათი და 30 წუთი. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილებები საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ. 15 საათი და 45 წუთი. აფხაზის სეპარატისტების ლიდერმა სერგეი ბაღავშმა ზემო აფხაზეთის დაბომბვის დაწყების შესახებ განაცხადა. 16 საათი და 5 წუთი. ზემო აფხაზეთს 4 რუსულმა მოიერეშე საფრენო აპარატმა გადაუფრინა. 16 საათი და 15 წუთი. 2 რუსული სამხედრო გემი ფოთის პორტისკენ მიემართება. ამ დროისთვის ისინი გუდაუთის მახლობლად არიან. 16 საათი და 35 წუთი. რუსული ავიაცია ბომბავს ქალაქ ომს, რაჯა, ჩრდილოეთ საქართველოს. 22 საათი და 30 წუთი. რუსულმა საჰაერო ძალებმა დაბომბეს ჩხალთა, ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი.